მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას TV+-ის ეთერით სამშაბათს და ხუთშაბათს 20 საათზე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა და მიმდინარე მოვლენები უკრაინაში და ამავდროულად ევროპის ქვეყნების მიდგომა სწორედ იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც გეგმაც წარადგინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ის 28 პუნქტიანი გეგმის საფუძველზე უნდა დასხდნენ როგორც უკრაინული, ისე რუსული მხარე და შეთანხმებას მიაღწიონ და შეწყდეს ცეცხლი. ამაზე ძალიან დიდი მithქმა-მოთქმა არის ევროპის ლიდერების მხრიდან, მარტო მithქმა-მოთქმა კი არა და მეტიც წინააღმდეგები არიან იმ 28 პუნქტიანი გეგმის და მათაც კიდევ თავისი ალტერნატიული გეგმები წარმოაწარადგენს, მაგრამ არავინ არ იცის რა არის ეს გეგმა და რა არის ამ გეგმაში მითითებული და რა პირობები არის დაყენებული. ეხლა გუშინ გავრცელდა საღამოს ინფორმაცია, რომ უკრაინული მხარე დათანხმდა 28 პუნქტიან გეგმას, რომელიც გეგმის საფუძველზეც უნდა შეწყდეს ცეცხლი უკრაინაში და ერთხელ სამუდამოდ დაკონსერვდეს და ბოლო მოეღოს სავალ მოქმედებებს. რადგან ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ უკრაინა უკვე განადგურებულია და უკრაინა აღარ არსებობს, მაგრამ მოდი პირდაპირ სიმართლე ვთქვათ, ჩვენს მაყურებელს სიმართლე უთხრათ. უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა, ვინ უნდა აგოს პასუხი და ვისი ბრალია და ვინ არის მთავარი, რომ ვიტყვი, ორგანიზატორი იმ დიდი სახელმწიფოებრივი დანაშაულებების, რაც უკრაინაში მოხდა, ხო? ეხლა ხომ დღეს კარგად ვხედავთ, რომ ევროპის ლიდერები ის ლიბერასტული პოლიტიკური ლიდერები რა დღეში არიან და როგორ ესე აქტიურობენ და როგორ ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს და უკრაინაში არ შეწყდეს ის სისხლისღვრა და ის უკრაინელი ხალხის განადგურება, რომელიც დღეს ხდება, დღესდღეობით ხდება. მილიონზე მეტი სამხედრო არის დაღუპული უკვე ამ ომში. სამოქალაქო პირი, გაუჩინარებულები, შემდგომ რამოდენიმე მილიონი დევნილად ქცეული, დანგრეული ქალაქები, განადგურებული ინფრასტრუქტურები. აბსოლუტურად თუ სწორად შევხედავთ და ჩვენ მიუდგებით აი ამ მიმდინარე მოვლენებს საღად, უკრაინა თითქმის განადგურებული არის და უკრაინის ფეხზე დაყენება ასი ადვილი არ არის და უკრაინის ისევ მშვიდობიან პოლიტიკურ ჭრილში ჩაყენება ასი ადვილი არ არის. თქვენ გონიათ, რომ ეხლა თუ რაღაც მოხდა შეთანხმება, ამ შეთანხმების საფუძველზე ყველაფერი დამთავრდება უკრაინაში? არ დამთავრდება ყველაფერი მეტ იმაში. იქ წავა შიდა დაპირისპირებები, იქ არის ცაგეული ფორმირებები, ეს საკითხავი ეკიდო ამ ფორმირებებს, ამ დაქირავულებს რა ბედი ეწევათ, აქვს თუ არა უკრაინის ხელისუფლებას გეგმაში მათი უსაფრთხოება, ან ქვეყნიდან გაყვანა, ან რაიმე ფორმით მათი ოფიციალურ სტრუქტურებში შეყვანა, ეს ყველაფერი არის პრობლემატური საკითხები. მაგრამ არის მეორე მხარეც, კაცო, ხლა რუსეთს აწყობს ის გეგმა, ან ერთი, ან მეორე, ან მესამე, და რუსეთმა გაეცნო ამას ყველაფერს ამ პუნქტებს, ნუ ახლა რაღაც ზოგად განცხადებებს აკეთებს, მაგრამ პუტინმა კარგად გააკეთა განცხადება, თქვა მან, რომ ჩვენ შევხედავთ, გადავხედავთ ამას ყველაფერს და ეხლა ის იმ თავიდან აცხადებს, რომ ფაშისტებთან და კრიმინალებთან არ დავდები. არავითარ შემთხვევაში სალაპარაკოთო. ისინი არიან დამნაშავეები, სამხედრო დამნაშავეები, არიან ფაშისტები და ფაშისტებთან ჩვენ არაფერი საქმე არ აქვს. ანუ რა ხდება? ანუ ის ხდება, რომ შეიძლება ამ გეგმამ ვერც კი განვითარდეს და ვერც კი მოახერხოს ამ გეგმამ ის, რომ უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს და რუსეთი როგორც დღესდღეობით აგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციებს და პირდაპირ ბრძოლობს და ებრძვის აი ამ უკრაინულ ფაშისტურ იდეოლოგიას, გააგრძელოს ეს ბრძოლები ყველაფერი. დღეს ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. ჩვენ მოვიხილავთ ასევე სხვა დანარჩენ პრობლემატურ საკითხებს. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ეროვნული ერთიანობის სათათბიროს თავმჯდომარე ბატონი თეიმურაზ მაგარიძე. ბატონ თემურ, მოგესალმებით. მოგესალმებით. მომზადებისათვის სტუდიაში. მადლობთ იმისათვის, რომ თქვენ ხართ ამ პროცესებში ჩართული და საკმაოდ აქტიურად ხართ ჩაბმული და საკმაოდ სწორ ინფორმაციას აწვდით ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს მოსახლეობას და არა ისეც, როგორც ეს
ტვინგარეცხილი პროპაგანდისტები დღესაც გაიძახიან, რომ უკრაინა ომი მოიგოვა. ეს უბრალოდ სასაცილოა. ბატონო თემური, გეგმა არსებობს 28 პუნქტიანი გეგმა. დათანხმდა უკრაინა ამ გეგმას. ახლა დათანხმდება, იმიტომ რომ თუ კი ეს მილიარდები შეჩება, მას ასა დათანხმდება, ხო? ხო. დათანხმდა არ თანხმდება ევროპა. ევროპას თავისი ინტერესები აქვს. ალბათ იქ რაღაც გარანტიებია. ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ არ ვიცით ბოლომდე და ჯერჯერობით არ აქვს რუსეთს თავისი პოზიცია. თავი და ბოლომდე ჯერ ამ გეგმასთან დაკავშირებით გაცხადებული. რას ველოდებით რუსეთის მხრიდან დათანხმდება თუ არა რუსეთი ამ 28 პუნქტიან გეგმას და მოაწერს თუ არა ხელს და დაждდება თუ არა ვლადიმერ პუტინი აი ამ გეგმის ორგანიზატორებთან და უკრაინულ მხარესაც ლაპარაკობთ ამ ცესლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენ ერთგულ მაყურებლებს და მინდა უსურვო ყველას სიკეთე და მშვიდობა. რადგანაც აი ესეთ თემაზე გვაქვს საუბარი, რომელიც ძალიან აქტუალურია და ფაქტობრივად აგერ არის აი ამდენი 3 წელიწად ნახევარია, ცოტა მეტი კიდევაც ჩვენს სამეზობლო თითრება საერთოდ და აი ესეთი დაძაბული სიტუაცია მდგომარეობა არის ამ ორ გორგი სახელმწიფოს შორის. თან ხაზი მინდა გაუსვა, რომ ორივე მართლმადიდებლური ქვეყანა არის და მონათესავე ქვეყანა არის. აი ეს არის ყველაზე მტკივნეული სლავური ერია. სლავური ერია ნამდვილად და რომლის რუსეთის უკან არ დგას არაფერი, არავინ, მხოლოდ და მხოლოდ ის არის ერთმორწმუნე და ეძებს თავის დასაყრდენ და მოკავშირეებს ყველგან და ოღონდ მთელი ეს კოლექტიური დასავლეთი უკრაინის ხარდამჭერი არის და არა მარტო კოლექტიური დასავლეთი. სამწუხაროდ საქართველოსდანაც deep state. ხო, და ქართული deep state. კარგია. ქართული deep state. ისე რა საინტერესოა რა. ეს საქართველოში ვინ არის ამ deep state-ის წარმომადგენელი? ზანი წითლიძე და ეს რა ქვია ბაბუცა პატარაია და ლომჯარია და ესეთი ესა რა ქვია რომ ვიტყვი ხარახურა და ნაღარნუყარა ხალხი. მაშინ სად უნდა იყვნენ ეს ხალხი თუ deep state-ის წარმომადგენელი ციხეში უნდა იყვნენ, მაგრამ არ არ არიან. რატომ არ არიან? ესე იგი ამას ისევ deep state-ი ლობირებს. დიახ. და აი ესეთ საქმიანობას სოფლიოში ისევ განაგებს deep state და იმიტომ გრძელდება ეგომი. კი ბატონო. და ნუ იქ ეხლა ძალიან რთულად დგას საკითხი საერთოდ უკრაინაში და თქვენ კარგად გააკეთეთ შესავალი რა მოხდება ამ შემთხვევაში თუ კი უკრაინა დათანხმდება და დათანხმდება თუ არა რუსეთი. საერთოდ არ არის რუსეთთან ერთად და მით უმეტეს რუსეთის პრეზიდენტთან ერთად არ არის შეთანხმებული და განხილული ეს საკითხები. ესა დამოუკიდებლად გაკეთებული გეგმა. დამოუკიდებლად. ტრამპის მიერ გაკეთებული. ნუ ტრამპამდე სანამ მივიდო და ალბათ იქ deep state-ის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩარეული რა თქმა. ნუ ეხლა პირდაპირ ჩანს რა. პირდაპირ განცხადებას სადაც აკეთებენ რომ ვაჭრობა უნდა წავიდეს ყველაფერი და ვის რა უნდა ერგოს ეს უკვე იმას მოწმობს რომ ფულის გათეთრება მიდის პირდაპირ უკრაინაში რა და ეს მიდის ორი მართლმადიდებლური ქვეყნის დაპირისპირების ხარჯზე და სადაც ესე იგი უნდა ჩაერთოთ ჩართული ყოფილიყო საქართველოც რა და მადლობა რომ საქართველოს გამძლეობად მადლობა ჯერ არა ვარ ბოლომდე გადაჩენილები არა ვარ და ეს წნეხი უფრო და უფრო იზრდება იზრდება ეს არავინ არ თქვას რომ გადაიარა ამ ტალღამ არავითარ შემთხვევაში პირიქით იმიტომ რომ მთელი ევროპის სახელმწიფოები ეხლა განსაკუთრებით გერმანია საფრანგეთი ესპანეთი და გასული ევროკავშირიდან ინგლისი რომელიც აი ყველაფრის საქმის კურსში არის და ყველაფერს ფაქტობრივად ეგრე ვთქვათ რომ მთელი ამ დაფაზე ამ ფიგურებს გადაადგილებს და გეგმასაც ეგადგენს რა კი ბატონო ნუ ერთ-ერთი კოლექტიური დასავლეთის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო
და აი რამშტაინის ბაზაზე რა ხდება კაციშვილმა არის ეს გერმანელებისა და ინგლისელების ეს სამხედრო საიდუმლოება არის თუმცა გაჟღმა ბევრმა რაღაცამ და მიდის გადაიარაღება მიდის რა მთელი ეს ევროპული სახელმწიფოების გადაიარაღება ლაპატი შეგაწყვეტიებთ კი მაგრამ მე მესმის რაღაც საით ვიდიხართ და საით მიკავთ საუბარი რომ ანუ ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ომი მესამე მსოფლიო ომი თუ ევროკავშირმა გააგრძელა ეს პროცესები და ის გადაიარაღება რომელსაც ფაქტობრივად დაწყებული რომელიც მართლაც მან დაიწყო ეს საბრძოლო სწავლებები შესაბამისად რუსეთის საზღვრთან ახლოს ნატოს ჯარების გადაჯგუფებები გაძლიერებები სამხედრო ბაზების ევროკავშირში არსებული სამხედრო ბაზები ნატოს სამხედრო ბაზების გაძლიერებები ხო მაგრამ აი შეხედე რა ხდება ის რასაც ეხა დღეს რა შესაძლებლობებიც მათ გააჩნია დღეს თუნდაც ნატოს შეიარაღებას ეს თითქმის უკვე გამოყენებული არის უკრაინაში აბსოლუტურად ყველა ტექნიკა და შეიარაღება და მათ შორის სამხედრო კონტინგენტიც გამოყენებულია უკრაინაში ომში სამხედრო კონტინგენტი მათ გაყავდათ შტატგარეთ ოფიციალურად სპეციალისტები ოფიცრები და კონტრაქტზე ისა ყოფი ადამიანები სამხედროები და ირიცხებოდნენ ის კერძო სამხედრო ბაზებში ну იქ პოლონეთში ამზადებდნენ შემოყავდათ მე ლვოვი როვნო და ასე შემდეგ რასაც თქვენ ამბობთ უკვე გადაიარაღებას რომელსაც თქვენ ბრძანებთ ახალი ჯერ მათ არაფერი არ შეუქმნიათ ანუ გადაიარაღება და აღჭურვა ხდება ისევე იმ ძველი ტექნიკით და შეიარაღებით მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ალბათ შედეგს მაინც ვერ ვიხილავთ მათი მხრიდან ჯერჯერობით ვერა იმიტომ რომ ვერ მოასწრებს იმიტომ რომ რუსეთმა ეს უკვე ამ დიდი ხნის წინ გაიარა რა და ეხლა რაც შეეხება აი ამ 28 პუნქტიან გეგმას მე უსმენდი თვითონ ვლადიმერ პუტინის გამოსვლას რა პირდაპირ თქვა რომ მე ეს გეგმა ჩემთვის უბრალოდ მოვიპოვეთ ჩვენ ეს გეგმა და წავიკითხე და ჩვენთან შეთანხმებული არ არის ეს იმის მაუწყებელია რომ ამ გეგმას უარყოფს ის მხოლოდ იქ არის რამოდენიმე პუნქტი კაპიტულაცია და ამ შემდეგ ამაზე კაპიტულაციაზე იქ არ არის საუბარი არ არის კონტინგენტის შემცირებაზეა საუბარი კონტინგენტის შემცირებაზე ანუ რუსული მხარე მოითხოვს კაპიტულაციას სრულ განიარაღებას არა იმიტომ თქვი კაპიტულაციაზე რაც ეს ამათმა კონტინგენტის შემცირება მე დნეპროპეტროვსკის, ოდესის ოლქიდან, გასვლა ხარკოვიდან და ის აქ რაშია საქმე ბატონ ტრისტანი, იცით? და მე მგონი კიდევ აი რატომ გამძაფრდა ეხლა მაინც ზაპოროჟიის ისა ატომური ელექტროსადგურის ისა კიდევ საკითხი ჩადებული, სადაც არათუ რუსეთმა და უკრაინამ აკონტროლეს, არამედ საერთაშორისო ეგ არ მოხდება. ეგ დარწმუნებული ვარ 100%-ით არ მოხდება. ეხლა რატომ გამძაფრდა ეს ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა პაკროვსკის გულისთვის რა. საცეცხლე ტომარა შეიკრა. ეს იყო, ეს არის ისეთი ადგილი უკრაინაში, რომელიც 4-ვე მხარეს აკონტროლებს და აკონტროლებს კიდევ იარაღის მოძრაობის ლოჯისტიკური. ხო, თან დაკავშირებულია ყველანაირად და აკონტროლებს უკვე რუსეთი 100%-ით პაკროვსკის. აი, როდესაც უკვე პაკროვსკი დაიკავეს რა რუსებმა ბოლომდე, ეხლა დაიწყო უკვე ესე იგი მოძრაობა. მაგრამ რაში არის ბატონ ტრისტანის ის საქმე? ეს ერთი დღის და ორი დღის დაწყებული საქმე მოგეხსენებათ ჩვენ წინა გადაცემებში და თქვენ და სხვებმაც თქვენ და ვეთანხმები ამაში ეს არ არის დაწყებული. ამის უკან ხო ვიღაცა იდგა. მოდი ესე ვთქვათ ჯერჯერობით და დავარქვათ მას საკეთ. რატო ვიღაცა? არა. ხო ვიღაცა იდგა ამის უკან. ესე ვთქვათ და დავარქვათ თავის. ანუ პირდაპირ რო ვთქვათ, კოლექტიური დასავლეთი იყო და პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატები იყო. და არც მალავდა ამერიკის შეერთებული შტატები ამას, იმიტომ რომ ბაიდენის პერიოდში არა, ну ალბათ თვი არ გავიდოდა რო არ ჩასულიყო, ესე იგი უკრაინის პრეზიდენტი იქ, რა, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი. და მისი შვილი კიდე უკრაინაში იყო ჰარტერ ბაიდენი. ხო, ბიზნესი და ფულის გათეთრება. ეხლა რაში არის საქმე და რატო წამოვიდა ინიციატივა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რა? ჯერ ერთი მსოფლიოში დამთავრდა ერთპოლუსიანი მმართველობა.
და დაიწყო მრავალპოლუსიანი მმართველობა, იქ უკვე გადაწყვეტილებას ღებულობს რუსეთი, ჩინეთი, ბრიქსის ქვეყნები, ის 7-ულიც, რომელიც იყო იქიდან გარიცხეს რა, ეს რუსეთი რო გარიცხეს რა, ინგლისი, ავსტრია ესენი, იაპონია და ასე შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები. ეხლა ქუჩაში რომ არის რა, კაი ბიჭის როლის მორგება უნდა ამერიკის შეერთებული შტატებს, რომ ეს არის ძალიან მიამიტი და მშვიდობის დამამყარებელი და აბა ხელები დაიბანა რა, მე არაფერი შუაში არ ვარ, ამიტომ როგორ არ არის შუაში? თუ პირდაპირ აცხადებს ის შედალოცვილო იარაღსო მეო ევროპას მივაძიო, ევროპა მიყიდოს და მიაწოდოსო უკრაინასო, როგორ აქვს დაბანილი ესე გვატყუებს. ახლა განაცხადა თუ კი უკრაინა დათანხმდება ოზორა პუნქტიდან გეგმასო, მე საერთოდ შეწყვიტა ყველაფერს. ოღონდ ერთი რაღაცა არის ახლა, ის დიდი სახელმწიფო არის და იქ კარგად ერკვევენ, იქ ერთი დღის გეგმაზე არ მუშაობენ. მათ გაწერილი აქვს 10 წლიანი და 12 წლიანი და 15 წლიანი გეგმა. და ეს გეგმაც ეშლებათ. ეს გეგმა ჩამოშლის პერიოდშია. მაგრამ ამ გეგმას ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა არ გადაუხვევს. არც შიგა პოლიტიკას გადაუხვევს და არც საგარეო პოლიტიკას გადაუხვევს. ესე უნდა გამოვიდეს ახლა ფაქტობრივად ძალიან სუფთა სახელმწიფო, რომელსაც უნდა დაიბრუნოს ისევ თავისი სახელი და ყველა მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა. ტრამპი მაგეთ მიდის. მიდის, მაგრამ 8 ომი გავაჩერეო. 8 ომი გავაჩერეო და მე უბრალოდ მაინტერესებს სად არის ეს 8 ომი, რომელი 8 ომი გავაჩერა? რა 8 ომი გავაჩერა? აგერ ახლო აღმოსავლეთში უბედურობებზე მოხდა. რა რომელი ახლო ომი გავაჩერა? სულ ამერიკული იარაღი არ არის? ანუ რა ხდება იცი? სადაც ხაღად მცირე იმას დაძაბულობის კერებს ქნიდა რა თქმა უნდა. მე თვითონ აკრა თავის ისე მათი ლოკალიზება და დაეთქვა 8 ომი გავაჩერა. თან ეხლა როგორ იცი? ევროპა რადგანაც ესე იგი დარწმუნებული ვარ, რომ ესენი შეთანხმებულები არიან, ევროპამ ესე უნდა იხტუნაოს, ესე უნდა იკივლოს, იმიტომ რომ ევროპას ერთი ადგილი აქვს ძალიან გასული. ევროპას სხვა რამეც ახტუნავებს. ძალიან გასვლილია. თან მით უმეტეს მარია კალასა გასვლილი, ესე იგი, იმიტომ რომ ეს ფული, რომელიც კაია კალასი, მარია კალასი, ესე იგი დაუძინებელი კი არა, პირდაპირ ესე იგი მიგვითითებდა რომ ჩამულიყავით პარტიზანულ ომებში. დაიხოცეთ ქართველებიო. ხო, და ეხლა რა არის? იქ რადგანაც ფულთან იყო შეთანხმება, ფულის გათეთრებასთან შეთანხმება, სხვა არაფერი არ არის. მაგრამ თავშივე ვთქვი, მართლმადიდებლობა ჯერ რა უყვეს კიევ-პეჩორის ლავრას რა უყვეს რა და რა უბედურობები და ატრიალებს ეკლესიას რა უყვეს, გულებს რა უყვეს. რა უბედურობები, მაგ არა, ესე იგი ხალხი ეხლა შიში ჭამს საჭმელს უკრაინაში, მაგრამ იქაც არის გაყოფილი თვითონ უკრაინელები, რომელთაც ნამდვილად საზოგადოება არის, რომელსაც ნამდვილად არ უნდა და ბენდერელები. ეს ბენდერელების წარმოშობა არის 2 წლის წინადელი არ არის და ამას თავისი ისტორია აქვს და მაგას ხელი შეუწყო ნიკიტა ხრუშოვმა და მთელი ამბები იყო რა მან ხო და ეხლა კიდევ რომ ამბობენ რუსეთმა დაიწყო ესა რუსეთი შევიდა შეიჭრა მაგრამ რატო შეიჭრა საფრთხე დაინახა უბრალოდ რატო შეიჭრა ჯერ ერთი სამხედრო დოქტრინაში უწერია რუსეთს თავის საზღვრებთან როდესაც საშიშროება არის მოსალოდნელი, ის დაასწრებს, ის არავის არ გააფრთხილებს და შეიჭრება სადაც უნდა და დაიწყებს კიდევაც იმ ოპერაციას, რაც დაიწყო. თან, ეხლა რუსეთის დაზვერვა, ძალიან ძლიერი დაზვერვა, როგორც დაზვერვა, ისე კონტრდაზვერვა. სოფლიოში მუშაობს. მათ არ გამოპარვიათ იარაღის შემოდინება, ინსტრუქტორების შემოდინება, ერთი ბატონო ტრისთან სამხედრო პირი ბრძანდებით და პროფესიონალი ადამიანი ხარ. ამერიკის შეერთებული შტატების ნაწარმოები იარაღს როგორ გამოიყენებს ვინმე უკრაინის ჯარისკაცი. თუ კი არასწავლა ვიღაცა. ესე ამიტომ იქ თან მერე ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ სოფელში
თავდაცვითი საშუალებების აგებები დაიწყო. აი რკინა-ბეტონის შენობები, ორსართულიანი, სამსართულიანი. და წარმოიდგინეთ, ეხლა ხალხო ადამიანებო, თქვენ არ იცით, რას ნიშნავს ეს 21 საუკუნის ეს ჰიბრიდული ომი. ეს არის ისეთი ომი, სადაც მტერს ვერ ხედავ. აი არაფერი არის, აი ვაკუუმი არის და ვაკუუმში გიწევს ომი. ეგ არის ლიბერალური გეგმა. აი არის ზუსტად რა. თამერი რა არის რა, მიშვებულია იმ დონეზე ეს წეღამბრძანდეთ ზუსტად მილიონი და მილიონზე მეტი ჯარისკაცი როგორც ერთი მხრიდან მეორე მხრიდან რა. ერთი მხრიდანაც არის და მეორე მხრიდანაც არის ახლა. მოდი არ დავმალოთ ეს რა რა თქმა უნდა. არა, მე უკრაინა საერთოდ ახლა დღეს ისეთ მდგომარეობაში არის, მე ეს აღვნიშნე. უკრაინის ფეხზე დადგეს ფეხზე ხო წლები დაჭირდება, რა იგივე. რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი, მე დადგა უკრაინა ფეხზე, მაგრამ ადამიანების განწყობა ერთმანეთში, ბიჭო, ახლა მაგასაც დრო უნდა, ფსიქოლოგიური მომენტი უნდა, ყველაფერი. რა თავისი შერიგებით პროცესი, მე იქ რუსულენოვანი მოსახლეობა უამრავი ცხოვრობს. რა თქმა უნდა. აღმოსავლეთ უკრაინაში, თვითონ კიევში, გაიგე და ამას ხო ყველაფერს, ბიჭო, აი ეს ხო პრობლემატური საკითხები ეს ყველაფერი. მე მაგალითად აი თქვენ კარგად ბრძანდით ახლა რუსული ენოვანი მოსახლეობა. მე უკვე მაგაზე უფრო არა მაქვს შიში, იმიტომ რომ ისინი მალე გამოძებნია საერთო ენას, მაგრამ ეს გარედან მომართული deep state არ გაჩერდება და არ ჩერდება რა. არ გაჩერდება. აგერ აი საქართველოსიც რა ხდება ახლა თუ დავხუჭავთ მოდი თვალებს და ვიტყვით რომ არაფერი არ ხდება, მაშინ მოვატყუებთ ჩვენ თავს, ერთმანეთს, ოჯახს და ყველაფერს რა. და იმათ არ აინტერესებს ეს შენი თავი და შენი ოჯახი, იმათ თავიანთი გეგმა, რომელი გეგმასაც არ გადაუხვევენ. და რა არის ყველა რუსებს ხო? ბატონო? ანუ რუსებს. რუსებს არა, მე ვამბობ კოლექტიურ დასავლეთს. კოლექტიურ დასავლეთს და ეს უკვე კარგად წაკითხულია რუსებისგან, უკვე და რუსებმა უკვე თავდაცვით საშუალების გეგმებით შემუშავებული აქვს, თავდასხმის ისიც და ყველაფერი. მაგრამ რო გითხრათ სიმართლე ახლა ერთ რამეს ვარკვევ. მთელი კოლექტიური დასავლეთი ისე წნეხში ამყოფებს უკრაინას, რომ ესე იგი ეს ომი ჯერჯერობით ამ ომს დასასრული არ უჩანს. და როგორღაც ესე იგი უფრო და უფრო დაიძაბოს, რომ რუსეთმა ატომური იარაღი გამოიყენოს რა. ის რა არის ახლა თქვენ ძალიან ომს დასასრულის პირი არ უჩანს. არ უჩანს. მეც ახლა მე ახლა არის იცი, ნუ ახლა ეს შეიძლება იყოს ზელენსკის და მისი გუნდის გადაწყვეტილება, რომ შეწყდეს ცეცხლი და დარჩეთ იმ 28 პუნქტიანი გეგმის იმათ კმაყოფაზე და კმაყოფილებაზე და შესაბამისად შემდგომ უკვე ზელენსკი და მისი გუნდი გავიდეს ნელ-ნელა თამაშიდან. და ეს არის ახლა მან თავარი ჩადებული ხო, მაგრამ ახლა უკვე წამოვიდა გუშინ განცხადებები სალგეური ფორმირებების მეთაურებიდან, სამხედროებიდან, რომ ჩვენო კაპიტულაციას არ დავთანხმდებით, ეს კაპიტულაცია არის 28 პუნქტიანი გეგმაო და ანუ ისინი ჯერჯერობით როგორ იცი, შეიძლება დაუმორჩილებლობაც კი გამოუცხადონ. ხო, მაგრამ ეს 28 პუნქტიანი გეგმა არ არის შეთანხმებული რუსულ მხარეს. ხო და აი ეს გეგმა, რომელი გეგმას ახლა წარადგინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ხო, მე ხლა ჩვენ რაღაც გარკვეული ზოგადად ვიცით რა გეგმაც არის. მაგრამ იქ რაც ვიცით, ხო, ეს ვიცით რომ ხელთვის მიუღებელი არის. ანუ ეს გეგმა განვითარებად ხასიათს ვერ იპოვის და ვერ მოიპოვებს სწორედ იმ რუსულ ნდობას, რომელი ნდობას უნდა მოიპოვოს. აი ზუსტად თქვით ახლა თქვენ, ზუსტად იმ რუსულ ნდობას ვერ მოიპოვებს, რომ საერთო საქმეს გამოუადგეს, ეგ ანუ მშვიდობის დამყარებას გამოუადგეს. ამიტომ ყველა ვარიანტი იქნება ჩაერევა მანდ რუსული მხარე, ყველა ვარიანტი იქნება. ეგ ჟენევაში იქნება მოლაპარაკება, სტამბულში იქნება თუ სად იქნება, ამას თვითონ ამოარჩევენ და იქ იქნება გაივლიან, ერთობლივად გაივლიან. შეიძლება დადგეს საკითხი და რუსეთმა პირდაპირ წარადგინოთ თავიანთი გეგმა რა და მერე შეჯერდნენ რა. რა თქმა უნდა, რუსეთს იმ თავიდან აქვს, ბატონო, თავიანთ იმ თავიდან აქვს რუსეთს კაცო გეგმა თავისი. გეგმა, რომელი გეგმაც მან რუსეთმა საომარი მოქმედებების და სპეციალური სამხედრო ოპერაციების დაწყებამდე შეთავაზა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე კოლექტიურ დასავლეთს და უკრაინას ის გეგმა. იმ გეგმას ბოლომდე მიყובה რუსეთი.
ეხლა რა არის ბატონ ტრისთან ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი რასაც აკეთებს ჩემთვის ცხადზე ცხადია რა და კი ესე უნდა აკეთებდეს ნამდვილად იმიტომ რომ იმ ჰეგემონიიდან გადის ერთმართველობიდან გადის ამერიკის შეერთებული შტატები და ფაქტობრივად დასუსტდა ხო ეხლა მას უნდა დაიბრუნოს ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს და ამიტომ თამაში მიდის ახლა მაგრამ იმას ვერ მალავს რომ იქ ვაჭრობა უნდა წავიდეს და სარგებელი უნდა ნახოს ნობელის პრემია მიიღო ნამდვილად სარგებელი უნდა ნახოს მაგრამ ეხლა ვისთან უკრაინა კარგი მაგრამ ჯერ ერთი ყავლია გასული ამ უკრაინის პრეზიდენტს და ოქტომბერში წინ ოქტომბერში კიდევ გაუვიდა მაგას არალეგიტიმური პრეზიდენტია არალეგიტიმურია და ეხლა ეძებენ იქ რამოდენიმე ადამიანს ვით პასუხისმგებლობას აიღებს რა კიდევ არ ვიცი ვერ გეტყვით ეხლა ნახეთ მომისმინეთ ვერ გეტყვით მაბადლიაში გაწყვეტინებ ეხლა კარგი დაუშვათ მაგრამ მე არ დაუშვებ ამას და არ არის დასაშვები ეს და ჩემი გადასახედიდან პუტინი არ დაждდება ზელენსკის სასაუბროდ არ დაждდება დარწმუნებული ვარ არ დაждდება გეთანხმებით იმიტომ რომ კაცი ამბობს ეს არის არალეგიტიმური პრეზიდენტი ეს არ არის პრეზიდენტი უკვე დამთავრებული მან ამოწურა ვადაო ამის გარდა ეს არის ფაშისტი ფაშისტური იდეოლოგიისა და ფაშისტური დაჯგუფებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ამის გარდა მან არაერთი სამხედრო დაანშაულებები ჩაედინა ანუ ეს კაცი ამბობს რომ მე ამ კაცთან არ დავждები სასაუბროდ და ამ საკითხზე არ ვისაუბრებ. ვინ უნდა გადაწყვეტოს ეს საკითხები? ბოლო ვისთან უნდა დაჯდეს პუტინი სასაუბროდ და ვინ უნდა ესე იგი გაითვალისწინოს ის მოთხოვნები, რა მოთხოვნების რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აქვს პუტინს. ეხლა ერთი რაღაცა არ დაგვავიწეს ბატონ ტრისთან ერთი რაღაც მინდა აი ამ პროცესებს თანდევდა ამერიკელების წარმომადგენლები ჩასვლა მინსკში. კი. სადაც ლუკაშენკო იყო მასპინძელი და სხვათა შორის ძალიან კარგი შეხვედრა იყო და იქ ძალიან ბევრი საკითხები რომ ეს ეხლა ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ რაღაც საკითხები რაც განიხილეს და რაც არის ალაპარაკო რა იმიტომ რომ ხანდაკედან იციან ხალხმა მობმა ხურის და ხანიკედან ხო მაგრამ ეხლა იმიტომ რომ მიაბა მოაბმა გაიგე ამდენი წელიწადია მე 3 წელიწად ნახევარი არის უკვე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და ყოველ დღე გამოდიან ეს ჩვენი ეს ლიბერალისტი ეს ჩვენი ისა რომ მიტყვი ერთი ადგილის მოკიცინე პროპაგანდისტები და უკვე რუსეთში მოსკოვში არიან ჩასული პუტინის კაბინეტში და უკრაინის დროშა აქვს დაფრიალებული. თორე საქართველოში არა აქვს რა. ხო, საქართველოში კიდევ აგე მოგებულია ყველაფერი. გუშინ მოусწრებია ბიჭო ხა ხუხაშვილის გამოსვლას ხო? აი უბრალოდ სიცხვილია ბიჭო ასეთი ანალიტიკოსები ეყოლება ქვეყანას ბიჭო უკრა არა უკრაინა ომი მოიგო კაცო ჩვენო საქართველოს წავაგეთ ომიო ჯერად საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილსაც ჯერ რომელიც მიეჯაჭული არიან ამ ინფორმაციულ ველზე სადაც ესე იგი პირველი ესენია გამორეცხილი და რადონეზე ოკუპირებულია twini არის ოკუპირებული ეს ანალიტიკოსები და ეს ექსპერტები და ესენი სულ ყველა ნაყიდები არიან აი ფურცუხთიან ამაში რა თქმა უნდა არც მალავე ხავს ურეცხავენ twins ბიჭო ბატონო ტრისთან პარლამენტის თავმჯდომარე მაგაზე საუბრობს პრემიერი მაგაზე საუბრობს ლიდერები ქართული ოცნების მაგაზე საუბრობენ რომ კოლექტიური დასავლეთი ამათ პირდაპირ ფულს უხდის და სახელ და გვარს ასახელებენ კიდევ და ეხლა ჩვენ რა უნდა გაგვიკვირდეს ეხლა აგერ მთავრობა ლაპარაკობს თვითონ და ზუსტადაც არის რა ეს რა მთავრობა ეტყოდა მაგას მანდა ჩვენ ვაცხადებით მაგას ტელევიზორში ვაცხადებით და იმის მერე იმ დღიდან რაც ომი დაიწყო ძალიან ადრე იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით მაგრამ აქვს ადამიანს ესეთი რაღაცა აქ შეუშვებს აქ გაუშვებს რა და თუ დაიჭირა კიდე არაუშავს რა თუ დაიჭირა ეს ასე და შემოვიდა ურთიერთობაში კიდე ეხლა რაც შეეხება აი ამ უკრაინის თემას დათანხმდება თუ ხო ამას გავყვეთ ახლა ჩვენ და უფრო ესე იგი როგორ იცი სადღაც მაინც ჩვენი გადასახედიდან უთხრათ ჩვენ მოსახლეობას რამდენად დათანხმდება პუტინი ამგვარს კარგი მოდი და რატოა დათანხმდება მოდი ესეთი ის ანალიზი გავაკეთოთ ყირიმის ნახევარი კუნძული დიახ და რომელზედაც თურქეთსაც თვალი ეჭირა და ყველაფერს და ეს არასოდეს არ იყო უკრაინის და უკრაინას მიწე მერე ისა და მერე თან მერე არ გადავიწყდეთ
ბირთვული ქობინების მეპატრონე იყო უკრაინის სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო. კარგია რომ თავიდანვე ჩამოვეცო. და აი ესე გააკეთა და ისე კარგად იმუშავა რუსულმა დაზვერვამ და რუსულმა პოლიტიკამ, ეს გაიტანა რა, აბსოლუტურად, იმიტომ რომ мотивация რა იყო, სამართალმემკვიდრე იყო რუსეთი საბჭოთა კავშირში დაიშალა და მისი უნდა ყოფილიყო, ხო? კი ბატონო. ხო და ძალიან კარგი, ესე იგი, მას ინფორმაცია მაშინაც ჰქონდა, მაშინაც ჰქონდა. ეს ყირიმი, ესე იგი, ცოცხალი თავით არ დათმობდა და კიდეც ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებია. რაზედაც პრეტენზია ჰქონდა ხერსონისა და იმის დონბასის ოლქზე 70%, 70% ლუგანსკზე ეს აკონტროლებს ახლა. დნეპროპეტროვსკი და ნაწილი ახლა აგერ ხარკოვთან არიან მისულები და ეს პაკროვსკი რადგანაც აიღეს ეს უკვე იმას მოწმობს რომ ყველა მიმართულებითაა გახსნილი, ესე იგი, ფეხი, ხელფეხია გახსნილი. ეხლა როგორც არ უნდა იხტუნოს ამ ევროპამ ეხლა რა და როგორც ნაიომნიკებიც არ უნდა გაუშვას რა ვერაფერს ვერ გააკეთებენ. ამ ეტაპზე არიანტი გამორიცხულია იმიტომ რომ ზუსტად აი წეხამბრძანეთ ძალიან კარგად თქვენ თუ კი ამ პუნქტებსაც არ დაეთანხმებაო უკრაინის ხელმძღვანელო, მე საერთოდ ხელს ავიღებ, ესე იგი, უკრაინის საქმიანობისგან. ეს ამბობს ტრამპი. იმიტომ რომ შეხედა უკვე როგორ გადაფსკვანტილებული აქვს კუდი ამ ევროპას კოლექტიურ დასავლეთს ინგლისს, მაგრამ ინგლისს არასოდეს არ ჩაძირავს იგი ამერიკის შეერთებული შტატები. ხო და აი უკრაინას, ხო და ბოლოს გაწირავენ. ამ ზელენსკის ყველა ვარიანტში გაწირავენ. მაგას არავინ არ შეიფარებს, არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც პრიბალტიკა და ვერც მიიღებენ. მაგას დაჟიან დარწმუნებული ვარ მე სამაგალითოდ, მაგრამ სანამ მაგ პროცესამდე მივა საქმეა რა, აქ ხალხი გვდება, ხალხი გვდება. აგერ 52 მილიონი იყო დაახლოებით და აგერ 25 მილიონიც არ დარჩა რა, 22 მილიონი თუ 24 მილიონი. ეხლა თან მე ისეთ შიში ადამიანები რას ლაპარაკობთ. ეხლა მე ისეთი რაღაცები ვიცი რა, თვითონ ეხლა უკრაინელებთან მაქვს რა, რაღაც აი ინტერნეტ კავშირები და ესენი მე რეებს ლაპარაკობენ. ხანდახან ტირილი მოგინდება ადამიანს რა. ნუ ეხლა თვითონ ჩაიგეს თავიანთავად მდგომარეობაში. თვითონ ჩაიგდეს ვისაბრალებენ. ნუ რა ვის უნდა აბრალებენ რა. ნუ ადგენ და აერჩიეს ეს კლოუნი, რა იგე დაუსვეს კლოუნი, ხო? და ტაშუკრავდნენ და თვალებში შეცინებდნენ. აი იმ კლოუნმა მიიყვანა თან შიშია ხალხი, შიშია. აი ეს შიში ცოტა კიდევ აი თქვენ რომ ბძანეთ რომ აი უკვე დაიწყო რაღაცეები გამოსვლები ისა ეს თუ ოდნავ კიდევ გაძლიერდა რა და ხალხმა დაინახა მე უკვე მაგას არაფერი არ უშველია და დაჩქარდება ეს. იცით რა არის ბატონო თემურ, ნახეთ ახლა ჩვენ ისევ და ისევ ამ 28 პუნქტიან გეგმას, რომელიც გეგმა წარადგინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ეს ესე იგი ჯერჯერობით რუსეთს როგორც ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნია ხელთ, უბრალოდ მათ აეციენ ეს ყველაფერი კარგად და თავიდანაც ის სამამდე იწერებოდა ეს გეგმა, რა გეგმას წარადგენდა ტრამპი, იმიტომ რომ ინფორმაცია მათ ჰქონდათ. ნუ არ დათანხმდა რუსეთი ეს კარგად ვიცი მე, იმიტომ რომ ეტყვის პირდაპირ მე აი შეხედე გამოაცხადა რა, არის შეუთანხმებელი. ამ გეგმაში უნდა შეიტანონ და მისი ინტერესები არის რუსეთის ინტერესებია, რამდენად ახლა მე მართალს ვამბობ და ალბათ თქვენს შესაბამისად გააკეთებთ ამ ჩემს განცხადებაზე იმას შეფასებას. რუსეთის ინტერესები არის ოდესა. და რატო ოდესა ინტერესები რუსეთს? ჯერეთი რომ მთლიანად უნდა ჩახსნას შავი ზღვის ეკვატორია. მერე მეორე. ოდესიდან მას შეუძლია შევიდოს ტირასპოლში, ნესისპირეთში. კი ბატონო. ნესისპირეთში, სადაც მას ყავს სამხედრო ბაზა აქვს მას და დიდი სამხედრო ბაზა აქვს. ამ სამხედრო ბაზის გარდა მას აქვს უზარმაზარი სამხედრო საცავები. საბრძოლო მასალებისა და სხვა დანარჩენი საშუალებების, რომელიც მე ძალიან კარგად ვიცი, არის ესეთი სოფელი კალბასნაია. მე პირადად ვარ იქ მსახურობდი და ვიცი ეს ყველაფერი მე რომ და ანუ თუ ოდესით არ გახვედი ტირასპოლში ისე ვერ ჩახვალ სახმელეთო გზით ვერ ჩახვალ ტირასპოლში რომელი ტირასპოლშიც მას აქვს თავისი ინტერესები. ხო ეს ტირასპოლი მიმართულებაა პირდაპირ ამ რუმინეთ და იმას პირდაპირ იქით, ხო? ანუ როგორ ფიქრობთ პუტინი დააყენებს ამ საკითხს რომ ოდესაც შეიტანოს ამ პუნქტში?
და თუ არა და გააგრძელებს ოდესის მიმართულებით ის საომარ-მოქმედებებს? არა, როგორ ეხლა ჩვეულებრივად მიმდინარეობს ეხლა, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ოდესა აღარ იბომბება. ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ დარტყმებს აწარმოებს, მაგრამ პაკროვსკიზე იყო. სამხედრო ობიექტებზე. კი, სამხედრო ობიექტებზე და ენერგო ობიექტებზე იყო, რა ძირითადად. ხო და გააგრძელებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ დნეპროპეტროვსკის მთლიანი ოლქზე არ ექნება პრეტენზია, ოდესაზე ექნება რა. იმიტომ რომ ოდესაზე ექნება აუცილებლად. სამხედრო თვალსაზრისით სტრატეგიულია. როგორც ზღვა, ისე სახმელეთო გაჭირდება მას ტრანსპორტზე. თან მერე პირდაპირ ოდესა და ნახევარკუნძული ძალიან ისია მიბმულია ფაქტობრივად მიბმულია და ეს უკვე ამას ძალიან ჭირდება რა ყველაფერი. მერე რა არის, იცით? რადგანაც წეგან ვახსენეთ ყირიმზე თურქეთსაც ეჭირა თვალი. დიახ. ეს ხო საერთოდ შავი ზღვის აკვატორია. ამით შავი ზღვის აკვატორიაში გაძლიერდება ძალიან რუსეთი, ესე იგი თანამედროვე შეიარაღება, სამხედრო შეიარაღება შეიტანს. გემებს, ფრეგატებს, ბირთულ კობინებს, რომელიც დამაგრებული იქნება ამათ თუ იმაზე გემზე, წყალქვეშა ნავებზე, ყველა ეს არ არის ერთი დღის სამუშაო. ეს დარწმუნებულიო, რომ იმიტომ რომ ისე პრაგმატულად მიყავთ სამხედრო საქმე რუსებს, რომ ძალიან საფრთხეთ და ეფექტურად. ძალიან ეფექტურად. იქ ვერ უპირისპირდებიან ფაქტობრივად. ჩვენ წარმოიდგინეთ, ახლა რადონეს გერასიმოვმა როგორ შეცვალა თლიანად ეს სამხედრო ესენი გეგმები და ეს ტაქტიკა და მთელი ეს თლიანად სამხედრო ლიტერატურა შეცვალა თავიდან ბოლომდე გაიგე და ახლა ნახეთ ამხელა ჭკვიანურის გააკეთეს გათვლები ნებისმიერ ქალაქში სადაც შედიან ხო ჯერ ინდივიდუალური პირები ინდივიდუალურად შედიან თითო ჯგუფი თითო ადამიანი შედის და შესაბამისად შემდგომს ხდება შერწყმა და ათეულები ხდებიან რაც პრობლემატური არის უკვე უკრაინული მხარის ეს არის უნიკალური ისა გეგმა და უნიკალური რომ ეთქვი ის ტაქტიკა სადაც უკვე მეტი ეფექტიანობა არის საომარ-მოქმედებების დროს და უკვე არის თვითონ ცოცხალი ძალის არათუ ესე ორგანიზებულად და ჯგუფურად გადასვლა კი არ ხდება თითო პირი გადადის შედის გაიგე და მე ხდება შიგის უკვე მოწინააღმდეგე მხარეს ზურგში ხდება მათი შერწყმა და მე უკვე მათი ისა მოქმედება ამ მოწინააღმდეგე მხარესა მიმართებაში და ამან მეტი ეფექტიანობა გამოიწვია მეტი ეფექტიანობა კიდევ იმან რომ დრონების ბრიგადების შექმნეს გაიგე ისე ბატონ ტრესა ისეთი საშინელი რამ ვნახე ესე იგი ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში პაკროვსკის ირგვლიდან მთლიანად 30 კილომეტრიანი რადიუსით მე არ ვიცი რა ესეთი ომი იცით რა არის პაკროვსკი ხონა ის დაუშვეს შესტომა მარიუპოლთან ხო მარიუპოლზე დაუშვეს ჩატოვეს ეს ხალხი ხო ხომ შეიძლება გამოიყვანათ იქიდან იმიტომ რომ იცი უკვე შენ სამხედრო ხელმძღვანელობამ რომ უკვე იქ დამთავრებული საკითხი არის გაიგე უძლური ხარ გაიგე ამიტომ შეინარჩუნე ის ძალა ის თითქმის 5000 კაცი იყო რა რომელიც ჩატოვეს მარიუპოლში და გაანადგურეს და მე რაღაც გარკვეული ნაწილი ეს და მე დააბრუნეს ჩაუვარდა ტყვედ იგივე შეცდომა დაუშვეს ბახმუტთან გაიგე იგივე შეცდომა დაუშვეს ბახმუტთან როდესაც მოაქციეს სანამ არ მოაქციეს ბახმუტის საწინააღმდეგო მანამდე არაფერი აბსოლუტურად იგივე შეცდომას უშვებენ ახლა პაკროვსკადაც გაიგე რუსები მაგის პროფესიონალიები არიან არიან ახლა იციან იმათმა ეს საქმე გაიგე არა არანაკლები იციან უკრაინელებმა სამხედროებმა მაგრამ სამხედროებს არ აძლევენ მოქმედების საშუალებას ის პოლიტიკური ელიტა კი ბატონო და სამხედროები ახლა თქვენ წარმოიდგინეთ თვითონ უკრაინელი სამხედროები მე კარგად ვიცი ახლა უკრაინის სამხედროები 6 წელი ვიყავი მათ და ვსწავლობდი გენშტაბში და მე თან ესა მან იქ მოღვაწეობდი კიდე მაგრამ ბიჭო არიან ეს სამხედრო აქვს მაგათ ეს ცოდნა უკრაინელებს და მოგდებთ ეს საბჭოთა ჯარებიდან მოგდებთ კიდო მთელი ეს ისა რა ქვია რესურსი გაიგე უკრაინელებს მაგრამ პოლიტიკური ელიტა არ აძლევს ამის საშუალებას პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ აძლევს თან ერთეულების ხელშია როგორც აქ ჩვენ ეს ავასახსენებელმა სააკაშვილმა ასე პირდაპირ ჩამქარა საზარბაზენ ხორცად 2008 წელს იგივე საკეთებს ახლა ის ზელენსკი იქ
საშინელება გააკეთა ჩვენ კიდევ მადლობა უფალს რომ საერთოდ არჩავ ერთად და ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა მადლობა მინდა უთხრას. რა მინდა გითხრათ ახლა მე თქვენ ნუ ახლა მე ვფიქრობ ვიცით რა არის ახლა თქვენც ალბათ თქვენი ხედვები გაგაჩნიათ რატომ არიან ასე აფორიაქებული ევროკავშირის ლიბერალური ხელმძღვანელობა და გარდა იმისა რომ ისინი შედიან ჩიხში და იციან რომ მიწააგეს კიდევ რა არის იქ ისეთი რომელიც მათ აფორიაქებთ არა ბატონო დრისა რაშია საქმე იცით თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი აიღო ნამდვილად რაც თქვა რომ მე დავიბანო ხელს საერთოდ და ევროპა დარჩება პირისპირ ესე იგი რუსეთთან კრიზისი საშინელი კრიზისი იქნება საერთოდ. კრიზისის გარდა ბატონო თემური არიან თუ არა ჩართული მაგენი ამ კორუფციულ საქმიანობაში რა თქმა უნდა ის ადვოკატები რომელიც ხდებოდა ხო გითხარით არც მალავენ ეხლა ჯერ იყო ლაპარაკი 58 მილიარდზე მე 100 მილიარდზე მე 300 მილიარდზე და ჩვენ კიდევ არ ვიცით საბოლოო თანხა რაზე გავა და რას დადებენ ესე იგი ექსპერტები ეს მათი ესეთი კატეგორიული წინააღმდეგობა ომის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რომ გარიგებაში უნდა შევიდონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან რომ ამ ხრივ ისინი კითხვას არ დაუწყებენ მათ ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან გარიგებაში კატეგორიულად ვერავინ ვერ შევა რა ერთადერთი თუ მოილაპარაკებს ისე მოილაპარაკებს რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები რა როგორც ალასკაზე იყო შეხვედრა მსგავსი შეხვედრა კიდევ მოხდება კიდევ განმეორდება რომელიც ისე ვიცი მე ისეთი ინფორმაციები მზადდება და უფრო მნიშვნელოვანი სადაც უფრო მეტად მოილაპარაკებენ და ალბათ ესე იგი იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მართლა უნდა დამთავრდეს რა მაგრამ ჩემი აზრით გამწვავდება კიდევ და სადაც მაისში მე მგონი უნდა დავთვალო. თუ არა, ახლა მაისში ვფიქრობ, მე პირადად ვფიქრობ რომ მაისში დამთავრდება. თავისთავად ცხადი არის, რომ ეხლა ამ 28 პუნქტიანი ისა გეგმა რომელიც არის. შეიძლება ეს ყველაფერი. ეს და ბუნებრივია ახლა ეს რუსეთთვის მიუღებელია კაცო ეს ეხლა მე რომ ხედავ იმ ჩემი გადასახედიდან გამარჯვებული მხარესთვის ეს მიუღებელია, იმიტომ რომ ბურთი მის მეოდანზე არის უკვე. რა თქმა უნდა და ეხლა დათანხმდება იმ წამგებიან პოზიციებს ამას აკეთებს ეხლა თავის პირობებს და ეხლა ევროკავშირი ცდილობს კიდევ ამის რაღაცნაირად კიდევ უფრო მეტად დაძაბოს სიტუაციები და ფაქტიურად არათუ გეგმა არამედ მთლიანად გააგრძელოს ეს ომი ხო აქ ჩვენი ლიბერასტები კიდევ და ჩვენი ეს ექსპერტები და ჩვენი ეს რომ ვიტყვი ანალიტიკოსები და ეს პროპაგანდისტები დღესაც აი ახლა მეწვით იმაში ჩემგან რო გახვალ გადაცემიდან ხო მე ჩართეთ საინფორმაციო საშუალებები და იტყვი რომ უკრაინამ ომი მოიგო ამას იტყვის ახაური ისე მოიგო ჩვენმა ამას იტყვის ახაური ლიბერასტები ახაური ლიბერასტი ექსპერტები გაიგეთ რა შეასახა რა მინდა გითხრათ ახლა კიდევ ნახეთ ევროკავშირი რო ვიძახეთ ევროკავშირი და ევროპაში გვინდა ხო წადით ბატონო დაგვანებეთ თავი ნუ წაიღეთ ტვინი ამ თქვენი ევროპით გაიგე ახლა აი რა ფაქ რა მოხდა რა უბედურება მოხდა კაცო ეს არის ახლა ევროკავშირის მასაჯულების სასამართლომ დაადგინა რომ ერსქესიანთა ქორწინების აუცილებლობაა საჭირო კაცო გაიგეთ რა შეა საქმე აუცილებლობა არის საჭირო აი იმიტომ ხო და რა მინდა გითხრათ თქვენ ლიბერასტებო ვიცი აი თქვენ აუცილებლად უნდა დაქორწინეთ თურმე კაცი და ქალი ქალზე და წადით ახლა ვიცი და ბაბუსა პატარაია ანი წითლიძე ნომჯარია იმან ერთმანეთში დაქორწინდით და იყავით იმ ევროკავშირში გაიგე და აღეთ კიდო იმ ათონელმა და ნადიმ ხმალაძე იმან ფიცი რო დადევით იქ მთავრობის სახლისის და პაღორიცებით რო გაგათრიეს იქიდან იქორწინეთ ერთმანეთს და იყვენ და ივასფასო და ისიამონო და ჩვენ დაგვანებთ თავი აქ და მოგვეშვით დაადებეთ საქართველოს თავი არ არის თქვენი საქმე საქართველო გინდა არ გინდა ბატონო ტრისა ეს მაინც ჯამთელი მიმართულებით წავა და ესენი ვერც დაქორწინებდიან ვერც მომავალს ნახავენ ვერც იპოვნიან არა მათ უნდათ ეს კაცო წავიდნენ იქ ევროპაში ახლა რატომ არ უნდათ რომ იქ შეჩერდეს ომი და მშვიდობა იმიტომ რომ აქ ის აურზაური უნდა შეინარჩუნო და ის დამთავრდა მაგათი აურზაური უკვე არა აქ წნეხი იზრდე გაიზარდა ბიჭო წნეხი გაიზარდა მაგრამ ესენი უკვე იმდენად მარგინალური ძალა არის უკვე იმდენად არა ავტორიტეტები არიან და იმდენად ამარსდენი ძალა არის კი გეთანხმებით მაგრამ სადაც მოაზროვნე და პრაგმატულად მოაზროვნე ქართველი ხალხი არ დაუჭერს ხო მაგრამ რაში არის ქართველ ხალხს ერთმანეთში აქვს პრობლემა
ეგ რა თქმა უნდა ეს ამათ რაც ამათმა გააკეთეს წლების განმავლობაში. ის და აბა დარჩა კვალი კაცო. კვალი დარჩა. აი თავიდან რო თქვი თქვენ რომ წლები უნდა შერიგებას, ურთიერთობის დალაგებას, ისე უნდა საქართველოს. აქ წლების შერიგებას კი არ უნდა კაცო ჩვენთან. წლები უნდა ტვინის სწორად რა თქმა უნდა. ის ავანტყოფობა, რომელი ავანტყოფობა სოროსმა, დიპსტეიტმა და ამ ჭინკემმა, ამ აგენტებმა, რომელი აგენტების დღეს ზოგი გარეთაა, ზოგი ციხეში ზის მოუწამეს საქართველოს მოსახლეობას და ვინი? ასო არის სამუშაო ძალიან დიდი სამუშაო არის. ეს ხახი სწორსაზე დავაყენოთ. აი ვინმე დაინტერესდეს რა. ადრე რო პუშკინის ინსტიტუტი იყო. ეხლა ხო ილიას სახელობის უნივერსიტეტი. ილიაუნია კაცო. ხო, ნუ ახლა. მან არის ისა სამჭედლო. შევიდეს ლიბერალების სამჭედლო. უბრალოდ შევიდეს და დაათვალიეროს. გავსილია ამ უბედური სურათებით ყველაფერი, კაცო. რა უბედურობა არის? ჩამოგხსნან მაინც, კაცო. განათლების სამინისტრომ უთხრა ეს რა არის? განათლების დღეს ახლა პრემიერი გამოვიდა და განათლების რეფორმაზე ისაუბრა ძალიან ფუნდამენტურად და მე იმედი მაქვს რომ რაც ახლა დღევანდელ ხელისუფლებამ რაღაც ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთა. მე უნდა შევხვდე განათლების მინისტრის მიქანაზე. ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაცები გააკეთა, ხო და პირდაპირ უკვე აღუდგა ამ სიბიძვლეს წინ. იმედი მაქვს რომ ამ ილიაუნსაც იქ გაწმინდავს თავიდან ბოლომდე და აბა რა უნდა? ილიაუნს კი არა არა მარტო იმას იმ ქართველი მოღვაწის სახელს, რომელიც სახელიც არის ჩვენთვის საამაყო და იქ გაიზრდებიან და სხვათა შორის უნივერსიტეტიც კი. იქ მომზადებიან ნამდვილი პედაგოგები, რომელი პედაგოგები საერთოდ ჩვენს შვილებს და ჩვენ შვილიშვილებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზუსტად რაც ბძანეთ თქვენ, აი ზუსტად აზროვნების დეფიციტი რო არ იყოს, იმ განათლება უნდა მიიღოს სრულყოფილი. ხო დადიხარ. რა თქმა უნდა, დავდივარ კი არა. ჩემი შვილი სტუდენტი გახდა და ვესაუბრები სპეციალურად სხვადასხვა ინსტიტუტის და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, სტუდენტებს. ვაიმე, რა სხვაობა არის აზროვნება შორის, დამოკიდებულება შორის, აი როგორ წარმოუდგენიათ მეგობრობა, ვაიმე, აი აღარ მინდა რა ვისაუბრო. იმ დონეზე არიან ახლა იქ აი რომელი იქ რაღაც მცირე კონტინგენტი მთავრობის სახლის წინ თავს იყრიან, ბიჭო. ღმერთს ხო და ვებედრები, რომ ღმერთმა გვაცილოს რომ აგენი მოვიდნენ ხელისუფლებაში. არა, რას ლაპარაკობთ. ჯერ ასაკავს ის გმინდათ რომ აქციეს, ის საყურეებიანი და მერე გამოვიდა გუშინ კიდე კომენტარებს აკეთებს. საშინელება საზისგრობო არის, კაცო. ამიტომ არის რომ ვერაზროს მაგენი ვერ მოიკიდებენ ფეხს და დამთავრებული არის თქვენი საკითხი. თქვენი აი ეს ცხოვრება, წადით და იცხოვრეთ იქ. ანი წითლიძე წადია ხა და ითხოვე. ბაბუცა პატარაა და იცხოვრე ევროპაში. ხო, დადი ხმალაძე წადი და ითხოვე. ახლა ის რა ქვია, ცხვიჭირო ვაგაცელეს ის ათონელი გაიგე და პაღურიცების წაათრიეს იქ პოლიციაში და იცხოვრე ევროპაში. იმიტომ რომ ეს კანონი უკვე გამოვიდა ევროპაში და სასამართლო მიიღო და ეს სასამართლო პირდაპირ ავალებს ევროკავშირში შემოვალ ქვეყნებს რომ კაცი კაცზე უნდა გათხოვდეს, ქალი ქალზე უნდა გათხოვდეს. ასე რომ წამძანი და იქ ივასვასეთ და იქ გათხოვდით და გამოთხოვდით ერთმანეთს და ჩვენ დაგვანებეთ თავი და საქართველოს მოეშვით. არ მოეშვებით, ხო? აი ესე როგორც ხვები არიან ციხეებში ამოწმეულები ყველასი ამოიწმევით და პასუხსაგდებთ ერისა და ბერისტაშტი ეკლესიის წინაშე. ბატონ დრესა ერთს დავამატებ, სანამ მოსახლეობას შორის ურთიერთობაში ბალანსი არ აღსდგება, ანუ დამოკიდებულება, როგორც არის სოციალური დამოკიდებულება, მანამდე და დისციპლინა არ არსებობს ვარიანტი რომ რაიმე აქ მოხდეს ნორმალური რა. მეტის წყალობით ნაბიჯების ყველაფერს მივიღეთ. იგენაცვალი გეთახმები რომ 100-ში და ერთად მივიღეთ მონაწილეობა. შეიძლება რომ მოეწონა ბატონო თემო და სვიფასო ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, კარგად ვადემოდეთ მომავალ შეხვედრამდე. გვიყურებთ ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 20 საათზე. კარგად მზადებოდეთ. დიდი მადლობა, კარგად მზადებოდეთ.